ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ჩვენი მაყურებლისგან. როგორ პირობებში აცხობენ პურს? რა თქმა უნდა, საცხობები, პურის ქარხნები ძალიან ხშირად არის ჩვენს ობიექტივში და ჩვენს გადაცემებში და ეხლაც გორში მოვედით საწარმოში ქორდა პლუსი, გორი, შეპესე ქორდა პლუსი და ნახეთ, აი ესეთი არაჩვეულებრივი სტელაჟით გვხვდება ქორდა პლუსი. არაჩვეულებრივი სურნელი ტრიალებს, აი არომატია ისეთი, რომ მაძღარ ადამიანსაც კი მადას გაუღვივებს. საოცარი სურნელი ტრიალებს, საოცარი სითბოა, გარეთ ცივა და ძალიან კარგია, რომ აი ამ საწარმოში მოვედით, იმიტომ რომ როგორ თვითონ თანამშრომლებმა მითხრეს, აი პურის ხარისხში და ორგანოლეპტიკაში, ანუ გემოვნურ თვისებაში, გორში პირველი ადგილი აუღიათ და საქართველოში მეორეები ყოფილან. ნახოთ ეხლა თვითონ უშუალოდ პროცესი რამდენად სწორად მიმდინარეობს. თუმცა შემოსასვლელში, რასაც ხედავ, ჭერი მოწესრიგებულია და ცვენა არ მიმდინარეობს. იატაკი სუფთა გაპრიალებულია და ერთიანობა, მთლიანობა იატაკის შენარჩუნებულია. სტელაჟები თვითონ სადაც პურის დაყოვნება და გაგრილება ხდება, ყველაფერი არის აბსოლუტურად სუფთა და მოწესრიგებული. ცომი უკვე ამოსულია. იქვე არის ღუმელი, სადაც აი უშუალოდ აი ეს არის პატარა მცირე ზომის დასაყოვნებელი და აი აქ ნახეთ, ამ სითბოში ამოდის ცომი და უკვე როდესაც აი რამოდენიმე წრეს დაარტყამს, შემდეგ უკვე ხდება აი ესე ღუმელში მათი გადანაწილება და აქ უკვე ცხება ის ულამაზესი არაჩვეულებრივი პური. ჯაჭვი არის ასეთი, ეს არის შემოსასვლელი, გარედან შემოდიან. აქ არის აბაზანა, სადაც აი მომსახურე პერსონალი სუფთავდება. ახლა რო გითხარით მომწესდგა დამიჯერებთ? ნახეთ, ნესტის ისინია გაჩენილი. ეტყობა აბაზანა რო არის იქედან, ამას შეწამლა დაჭერდება. აუცილებლად, იმიტომ რომ ნებისმიერი მწერი დაუშვებელია. აქ მერე სტაფი იცვლის უშუალოდ სამოს, საპირფარეშოც სუფთაა, ნუ ნიჟარას შევცვლიდი მე პირადად ძალიან პატარაა, ფეხი ძალიან სრიალებს და ცუდია რომ არ არის დეზობარიერი. ეს რა არის, იატაკებს ეცხავენ? მაშინ აი წყალს ადიღებთ, კიდე გაქვთ? კი ბატონო, მაჩვენეთ. აქ არის ჭურჭლის სარეცხი, კი ბატონო. ეს თქვენი სამზარეულოა? მუშებისთვის, ჩვენთვის. თქვენთვის. მაშინ ეხლა გაგიბრაზდებით. იქ რო ყველაფერი მოწესრიგებულია, კედლები მაინც ჩამოწმიდეთ და თქვენ თავს პატივი ეცით. აქაც დაალაგეთ, იმიტომ რომ აქედან გადიხართ იქეთ. და აქ მოაწესრიგეთ. იქ რო ყველაფერი წესრიგში, აქაც მომიწესრიგეთ, იმიტომ რომ კედელი მთლიანად სველია და კონდენსატია და ცოტა სითბო შემოუშვით, იმიტომ რომ ნახეთ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად. ნახეთ, აი როგორი მდგომარეობაა, შეხედეთ, აი კონდენსატი ზევიდან როგორ წვეთავს. აქ არაფერი არ კეთდება. აქ პროცესი არ მიმდინარეობს. აქ არის უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ მომსახურე პერსონალის სამზარეულო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანები ვართ. აუცილებლად, აი ამას მიაქციეთ ყურადღება. მე ღირსა, საცერი, ჩამირთეთ, მაჩვენეთ რა არის. და აჩვენეთ ეს საქართველოს, შეხედეთ, აი ეს რო პურში რო პოულობთ ძაფებს ეს ტობრების, აი ეგ არის ზუსტად და ეხავთ ხოვ და ჩამიყრიან და როგორც იქნა დავინახავთ პროცესს როგორ იცრება ფქვილი. აი ნახეთ და აი აქ გამოდის უკვე გაცრილი ფქვილი. და ყველანაირი რისკ ფაქტორი არის გამორიცხული. აი ეს არის ძალიან კარგი. და აი აქ არის უკვე გამოცრილი, გასუფთავებული ფქვილი, რომელიც უკვე უშუალოდ აი ეს რეზერვუარები მიადგება, ჩაიყრება და ერთ ტომარას ზილავთ ერთ მოზელაზე? ტომარა ნახევარს, ხო, ნახევარი ჩაყარეთ და ტომარა ნახევარი იზილება ერთ მოცომვაზე. ცომი იქ არის, მეორე აგერ იცომება. აი აქვე ცომი მზადდება, არაჩვეულებრივი დანადგარები გაქვთ, მაგრამ აი ეს მექანიკურად ყველაფერი აბსოლუტურად დამისუფთავეთ. აი ესენი ყველაფერი დაასუფთავეთ. აი ეს არ შეიძლება. კი, მესმის, მაგრამ აი რა არის, იცით, აი რაღაცა პატარა გაკლიათ. აი ბევრი რამეა გაკეთებული, ვუყურებ რომ ყველა აბსოლუტურად ძველი საწარმო, ამასაც ხედავ, ეს არ არის თანამედროვე, ვთქვათ, აი ახალი გაკეთებული, რაც არის გაკეთებული, იმას უბლით, ყველაფერი მოწესრიგებული, აი ხედავ რომ აი ესენიც დასუფთავებულია, ყველაფერზე არის
სიყვარულით თქვენი ხელი შეხებული, მაგრამ აი ბოლომდე მიიყვანეთ, გთხოვთ, ის კუთხეებიც არ დატოვოთ, აი ყველაფერი იყოს და შეინარჩუნეთ და ზუსტად ალბათ აი ამიტომ გამოგდით ასეთი გემრიელი პური და აი იმიტომ მოდის მთელი გორი და ყიდულობენ თქვენთან პროდუქტს, იმიტომ რომ მართლა სურნელითაც ეთყობა რომ არის გემრიელი. და აი ქთამი ავიღე. მე მიყვარს ძალიან თხელი ლავაშები და აი ნახეთ ქთამის სახით გამომიცხვეს. ქარხნის სახელია ქორდა პლუსი, აქ არის რამდენიმე ობიექტი, სუპერმარკეტიც არის საბანკეტო დარბაზი და ეს ადგილი არის გორი შინდისის გვირების გამზირი. ერთი ლარი ღირს სულ პური და სულ ხედავთ ხალხს, რომელიც ყიდულობს ამ პურს. და რაც მთავარია პური არა მხოლოდ გემრიელია, არამედ თუ როგორ პირობებში ცხოვრება. მე მგონი ბევრი შენიშვნა არ ქონდა მადონას და თუ კი ქონდა რაიმე შენიშვნა გამოასწორებენ. ეხლა კი ჩვენი პური მიდის გორელების სუფრაზე და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს რეპორტაჟებს გორში.